ბოლო კვირებში უკრაინამ გააძლიერა შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით მის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შთამბეჭდავი კადრები აპოკალიფსური ხანძრების შესახებ, რომლებიც ნავთობის პორტებზე, პრემორსკსა და უცლუგაში, ლენინგრადის ოლქში განხორციელებულ დარტყმებს მოხვა, საერთაშორისო მედიის სათაურებში მოხდა. სატელიტორმა კადრებმა მოგვიანებით ორივე ლოკაციაზე სერიოზული დაზიანება დაადასტურა. ეს დარტყმები სერიოზული დარტყმა იყო რუსეთის საომარი მანქანისთვის. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დარტყმა ნიშნავს მის სამხედრო ძალაზე დარტყმას იქ, სადაც ყველაზე მეტად სთქივა, საფულეში. გარდა პრემორსკისა და უცლუგაზე დარტყმებისა, უკრაინამ ასევე განახორციელა დამატებითი დარტყმები რუსეთის კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ქირიში ნეფტირ ორგსინთეზი, ან მოკლედ ქინევი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქირიშიში, ლენინგრადის ოლქში და იაროსლავლ ნეფტირ ორგსინთეზი, ანუ იანოსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ იაროსლავში, იმავე სახელწოდების ოლქში. ეს თავდასხმები შეიძლება რუსეთის სამხედრო ძალებს სრულად შეაჩეროს, მაგრამ სრულიად მექანიკური და არაფინანსური მიზეზების გამო. აი, რას დაარტყა უკრაინამ და რატომ არის ეს დარტყმები ასეთი ძლიერი? დარტყმა კრემლისთვის. ქირიშის ნეფტევორგსინთეზისა და იაროსლავის ნეფტირორგსინთეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ორივე დაახლოებით 430-დან 435 მილის დაშორებით მდებარეობს უახლოესი უკრაინის საზღვრიდან. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ არის. რუსეთს სულ მცირე 50 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რაც აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია. ქინევი ითვლება მეორე უდიდესად, ხოლო იანოსი მეოთხედ. ამ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შესაბამისად დღეში დაახლოებით 380,000 და 300,000 ბარელი ნავთობის წარმოება შეუძლია. რუსეთის საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრე შეფასებულია დაახლოებით 6,5-დან 6,6 მილიონ ბარელამდე დღეში. ასე რომ, როდესაც ეს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას წყვეტს, რუსეთი ყოველდღიურად კარგავს თავისი საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრის 10%-ზე ოდნავ მეტს. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ამ ობიექტებზე დარტყმები მიაყენა მარტის ბოლოს, ორივე ობიექტი, როგორც ჩანს, სრულად გათიშულია. უკვე თითქმის ერთი კვირაა, რომ საერთოდ არ აქვთ წარმოება და ოპერაციების აღდგენის ვადაც უცნობია. მიმდებარე პრემორსკისა და უცლუგას ნავთობის ექსპორტის ჰაბებზე დარტყმებთან ერთად, რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან უზარმაზარ შემოსავალს კარგავს და ეს ყველაფერი ყველაზე ცუდ დროს ხდება. სოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა აშეთეშსა და ისრაელის თავდასხმებზე პასუხად. სოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 20% ამ სრუტეებით გადის და მათი დახურვა, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, ზოგიერთმა ისტორიაში ნავთობის მიწოდების უდიდეს შოკად შეაფასა. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ აშშ-მ დროებით მოხსნა სანქციები რუსეთისა და ირანის ნავთობის ექსპორტზე, რათა შეეცადოს ამ დეფიციტის შევსებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღფრთოვანებული იყო იმ პერსპექტივით, რომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდებოდა დეფიციტის ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ფასი ორჯერ ან სამჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე ადრე იღებდნენ, მაგრამ პირიქით ხდება. ამჟამინდელი ფასებით ის ყოველდღიურად კარგავს 50-დან 100 მილიონ დოლარამდე ამ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და იმ ჰაბებზე ერთობლივი დარტყმების შედეგად, რომლებიც მათ მიერ წარმოებულ ნავთობს აგზავნიან. ეს ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ კინევისა და იანოსზე ეს დარტყმები კიდევ უფრო დიდ თავის ტკივილს უჩენს, რადგან ეს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ სტანდარტულ პროდუქციას და რამდენიმე სახის საწვავს არ აწარმოებს. ისინი ასევე აწარმოებენ რუსეთის სპეციალიზებული სამრეწველო ზეთების უმეტეს ნაწილს, მათ შორის იმ ზეთებს, რომლებიც სამხედრო ძალების მიერ ინტენსიურად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა შეძლებს მათი სამუდამოდ გამურთვას, პუტინის საომარი მანქანა უფრო და უფრო გაჩერდება, თუ მთლიანად არ გაიჭედება. ტექნიკურად არსებობს მესამე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელიც აწარმოებს იმ სამრეწველო ზეთებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს სჭირდებათ მოძრაობის გასაგრძელებლად. ლუკოილის ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვოლგოგრადში. დღეში 280,000-დან 300,000 ბარელამდე წარმოებით, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის დაახლოებით 5% შეადგენს. ეს არის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში. თუმცა ეს ქარხანაც არაერთხელ დაუშავებია უკრაინას. უკრაინამ ქარხანა 9-ჯერ დაარტყა. ბოლო დარტყმა 11 თებერვლის საღამოს მოხდა და დააზიანა ნავთობის ძირითადი დისტილაციის დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის დაახლოებით 40% შეადგენს, რის გამოც ოპერაციები სრულად შეჩერდა. მარტის ბოლოსთვის ეს ობიექტი კვლავ გათიშულია და მისი ხელახლა ამუშავების ვადები უცნობია, ასე რომ პუტინს იქიდან დიდი შვება არ აქვს. ვოლგოგრადის ქარხანა სპეციალიზებულია ღრმა გადამუშავებაში და აწარმოებს სტანდარტულ დიზელის საწვავსა და ბენზინს, ასევე სპეციალურ საწვავებს, როგორიცაა საავიაციო ნავთი, საწვავის ზეთი, ბიტუმი და საფოხი მასალები. და ამ პროდუქტებიდან ბევრი კრიტიკულია რუსეთის სამხედრო ძალებისთვის. ავიაციის საწვავის გარეშე გამანადგურებლებსა და სტრატეგიულ ბომბდამშენებს ჰაერში ვერ შეინარჩუნებ.
და ვერ შეინარჩუნებ ჯავშან ტექნიკას, მოძრავ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო დანადგარებს მოქმედებაში, თუ მათთვის აუცილებელი საფოხი მასალები არ გექნება მათი მრავალი მნიშვნელოვანი მოძრავი ნაწილისთვის. პუტინისთვის ეს არა მხოლოდ ორმაგი, არამედ სამმაგი პრობლემაა. როგორც ქვეყნის მეორე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კინევი დაახლოებით 80 სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ავიაციის საწვავი, საწვავის ზეთები, ნავთობის ბიტუმი, თხევადი ნავთობის გაზი, ნავთობის არომატული ნაერთები და გამხსნელები, ნავთობის პარაფინი, გოგირდმჟავა, გოგირდი და სხვა. ნიშნულოვანია, რომ ქარხანა ასევე აწარმოებს პრაქტიკულად ყველა სახის ავიაციის საწვავს, როგორც სამოქალაქო, ასევე საბრძოლო ავიაციისთვის. ეს მოიცავს TS1, T1, T1S, T2 და RT ტიპის ავიაციის საწვავებს. ყველაზე ხშირად გამოყენებული არის TS1, რომელიც მიიჩნევა დასავლურ Jet A1-ის ანალოგად. ეს არის სტანდარტული ნავთის ტიპის რეაქტიული საწვავი, რომელიც გამოიყენება უმეტეს რუსულ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებში. იგი ცნობილია გაუმჯობესებული მუშაობით ცივამინჩი, რადგან მისი გაყინვის წერტილი ძალიან დაბალია, -48 გრადუსი ფარენჰაიტი. RT, რომელსაც ზოგჯერ PT-საც უწოდებენ, რადგან ასე იწერება კირილიცაში, TS1-ის უმაღლესი ხარისხია. მას ხშირად აღწერენ როგორც ერთიან რუსულ საწვავს ქვებგერითი და ზებგერითი თვითმფრინავებისთვის. RT არის ჰიდროწმენდილი პროდუქტი, უფრო მაღალი ხარისხის მახასიათებლებით და მას იყენებენ ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავები, როგორიცაა Su-30 მისიებისთვის, სადაც საწვავი შეიძლება გაცხელდეს. ამიტომ ყოველი დღე, როცა კინევი ოფლაინშია, რუსულ საჰაერო ძალებს აკლებს იმ კრიტიკულ საწვავს, რომელიც საჭიროა მათი გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების აერში შესანარჩუნებლად. უცნობია რა რაოდენობის რეზერვები აქვს რუსეთს ამ სპეციალიზებულ საწვავებზე, მაგრამ უკრაინაში ოპერაციების ტემპი მიუთითებს, რომ ისინი დიდხანს არ გაგრძელდება. მაგრამ პუტინის პრობლემები მუდმივად ოფლაინში მყოფი კინევის გამო მხოლოდ ავიაციის საწვავით არ სოწავით არ სრულდება. კინევი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც პირდაპირ არის იდენტიფიცირებული როგორც F5 და F12 საზღვაო საწვავის მწარმოებელი რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის. ეს საწვავები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი დიდი საზღვაო ხომალდების მოძრაობისთვის, როგორიცაა ორთქლისძრავიანი ავიამზიდი ადმირალ კუზნეცოვი და პროექტი 946-სევრი მიუნეის კლასის გამანადგურებლები. მიუხედავად იმისა, რომ კინევი შეიძლება უფრო დიდი ქარხანა იყოს და 26%-ით მეტი წარმოება კონდეს ვიდრე იანოს, უკრაინული დარტყმები იანოსზე სავარაუდოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის სამხედრო ძალებისთვის. იანოსი სტრატეგიული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ ოლქს, მოსკოვს და აკმაყოფილებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს. მაგრამ ის ასევე რუსეთის წამყვანი მწარმოებელია სპეციალიზებული ზეთებისა და საფოხი მასალების, წლიურად 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით. მის ძირითად პროდუქტებში შედის საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ავიაციის საწვავი, გამათბობელი საწვავი, გზის, სახურავისა და სამშენებლო ბიტუმები, პარაფინის ცვილის პროდუქტები, არომატული ნახშირ წყალბადები, ასევე საბაზისო, კომპრესორის, ტრანსმისიისა და სამრეწველო ზეთები. კერძოდ, იანოსი არის ერთადერთი მწარმოებელი სპეციალიზებული არქტიკული დიზელის საწვავის, რომელიც შემუშავებულია უნიკალური სტანდარტის შესაბამისად რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის. ეფექტურია -85 ფარენჰაიტამდე ტემპერატურაზე. საწვავი აღწევს უკიდურესად დაბალ ტემპერატურულ მუშაობას დანამატების გარეშე. ის ამის ნაცვლად ეყრდნობა მოწინავე გადამუშავების პროცესებს, როგორიცაა იოსოდე ვაქსინგი, რათა უზრუნო იყოს მუშაობა არქტიკულ და ანტარქტიკულ პირობებში. გარდა ამისა, იანოში წარმოებული ტურბინის, სამრეწველო, კომპრესორისა და გადაცემათა ზეთები და საფოხი მასალები ფართოდ გამოიყენება სამხედრო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკაში. ასევე გამოიყენება საბაზისო ზეთები, რომლებიც გამოიყენება სპეციალური თვისებების მქონე საფოხი მასალებისა და ზეთების შემდგომი წარმოებისთვის. კერძოდ, იანოსი აწარმოებს ზეთებსა და საფოხ მასალებს T-90M, T-72B, 3M და T-72 ტანკების ძრავებისა და გადაცემათა კოლოფებისთვის. რუსული ჯავშან ტექნიკისა და ჯავშან მანქანების სრული ხაზი მძიმე მრავალღერძიანი პლატფორმერი. ტრანსპორტიორები, რომლებიც გამოიყენება სტრატეგიული სარაკეტო სისტემების გადასატანად, სტრატეგიული სარაკეტო ძალების სატვირთო დამტვირთავი მანქანები, მძიმე კამაზის სატვირთოები, საინჟინრო ტექნიკა და სპეციალური სამხედრო ტექნიკა. მაგრამ ეს აქ არ მთავრდება. იანოსი ასევე აწარმოებს ზეთებს T-80U BVM ტანკებისთვის, რომლებიც აღჭურვილია გაზტურბინული აგრეგატებით, ასევე ჰიდრაულიკური სისტემებისა და ამძრავებისთვის, BUK-ის, T-2-სა და ფანცირის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ოჯახში, ასევე ზეთებსა და საფოხ მასალებს რუსული ფლოტის ხომალდებზე არსებული გაზტურბინული აგრეგატებისთვის. ქარხანა ასევე აწარმოებს გადაცემათა კოლოფის ზეთებს MI და KA სერიის საბრძოლო ვერტმფრენებისთვის, ასევე Tu-85MS სტრატეგიული ბომბდამშენის ტურბოპროპული ძრავებისა და გადაცემათა კოლოფებისთვის. კვლავაც გაურკვეველია, რამდენად დიდია რუსეთის მარაგები ამ კრიტიკული ზეთებისა და საფოხი მასალების, თუ საერთოდ გააჩნია. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ყოველი დღე, როცა იანოსი პარალიზებულია, ზრდის ალბათობას, რომ რუსეთის საომარი მანქანის ძირითადი კომპონენტები მთელ ოპერაციებში უბრალოდ გაიჭედება. თუ რუსული ტანკები უკვე ბევრად უარესად მუშაობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, წარმოიდგინეთ ისინი უფოხავი ძრავებით.
როგორც ბოლო უკრაინულმა დარტყმებმა დაამტკიცა, რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკვე ჭრიალებს უკრაინის დარტყმების მზარდი ინტენსივობის ფონზე. წარმოიდგინეთ, რამდენად დაუცველები იქნებოდნენ, რომ ვერ შეძლონ ისეთი სისტემების, როგორიცაა პანცირი, ადგილზე გადაყვანა დარტყმების მოსაგერიებლად. საბედნიეროდ უკრაინაში კონფლიქტი ჯერ ბირთვულ ფაზაში არ შესულა. ამიტომ ჩვენ ჯერ არ გვინახავს მოქმედებაში RS-24 ERS-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა. მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, პლატოფორმერ OS, ასევე ცნობილს როგორც კამას, 7850 ტრანსპორტერების ოჯახი, წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში რუსეთის შესაძლებლობა გამოიყენოს ERS-ი მნიშვნელოვნად შეიზღუდება. პლატოფორმერ OS 12x12 და 16x16 ვარიანტები გამოიყენება, როგორც სატრანსპორტო ამწე გამშვები დანადგარები, ანუ ტელები RS-24 ERS-ისთვის. ეხლა თუ თქვენ მოგბეზრდათ ყველა საინფორმაციო წყაროში ერთი და იგივე ამბების გამეორება, სწორ ადგილას ხართ. აქ სამხედრო შოუში ჩვენ მხოლოდ სამხედრო სათაურების მიღმა არ ვიხედებით, არამედ ხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ასე რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რომ ყოველთვის იყოთ ინფორმირებული. ეხლა მხოლოდ რუსეთის ბირთვული ტრაიადის სახმელეთო კომპონენტი არ არის კომპრომეტირებული, როდესაც იანოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხანგრძლივი დროით გამორთულია. ტრაიადის საჰაერო კომპონენტიც საფრთხის ქვეშ ექცევა ყოველი იმ დღის განმავლობაში, როცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს. თუ 99 არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ბომბდამშენი, დაახლოებით 47 ერთეული აქტიურ სამსახურშია, ხოლო კიდევ 13-მდე თვითმფრინავის საწყობში ინახება, რომლებიც სავარაუდოდ მხოლოდ სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენება. ფლოტი სერიოზულად დაზიანდა გასული წლის განმავლობაში, გასული წლის თამამი ოპერაცია სპაიდეროების დროს. დაახლოებით 6-დან 8, თუ 99 MS-ი განადგურდა და კიდევ ერთი სერიოზულად დაზიანდა იმ დარტყმების დროს, ოლენიისა და ბელაიას ავიაბაზებზე, სადაც ისინი გაჩერებული იყვნენ. რუსეთს აღარ შეუძლია კიდევ უფრო მეტი დაკარგოს. თუ 99 MS-ი ატარებს ხასორ ბირთვულ ფრთოსან რაკეტას, 45 შორ მანძილზე მოქმედ ბირთვული შესაძლებლობის მქონე ფრთოსან რაკეტას და 15 მოკლე მანძილზე მოქმედ საჰაერო გაშვების ბირთვული შესაძლებლობის მქონე რაკეტას. ის ასევე ატარებს და რეგულარულად აშინებს უკრაინას ჩვეულებრივი ხას 101 ფრთოსანი რაკეტებით. მაგრამ ბომბდამშენი უნდა იყოს ჰაერში, რომ გაუშვას თავისი რაკეტები. და ეს არ მოხდება თუ მის ტურბო წყვილძრავებსა და გადაცემათა კოლოფებს ეფექტურად ვერ დაუზეთავენ, რადგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საჭირო ზეთს აწარმოებს, ცეცხლშია გახვეული. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, რამდენ ხანს დასჭირდება ორ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ოპერაციების აღდგენა, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სამუდამოდ გამოეთიშა. ეს უზარმაზარი ობიექტებია. ანოს კი 809.1 ჰექტარზეა განთავსებული, საწარმოო ინფრასტრუქტურით. ასე რომ, რამდენიმე დარტყმა, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი დრონებით, რომლებიც შედარებით მცირე ტვირთს ატარებენ, უბრალოდ საკმარისი არ არის ასეთი უზარმაზარი ქარხნის გასანადგურებლად. ამიტომაც უკრაინა ყურადღებას ამახვილებს რაოდენობაზე და არა აუცილებლად ხარისხზე. უკრაინა რეგულარულად აყენებს დარტყმებს ამ ობიექტებზე. ზიანი თანდათანობით გროვდება, ისევე როგორც იზრდება როგორც შეკეთების ხარჯები, ასევე დაკარგული შემოსავლები, შეფერხებული წარმოების გამო. 28 მარტის დარტყმები იანოზე, იაროსლავში ამ ობიექტზე მეორე მნიშვნელოვანი დარტყმაა. პირველი დარტყმა 2025 წლის 12 დეკემბერს მოხდა და დააზიანა AVT-4 დანადგარი, რომელიც მისი სიმძლავრის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ასევე ნავთობის ჩათვირთვის პლატფორმა. როგორც მარტის დარტყმების შემთხვევაში, ინდუსტრიის წყაროებმა დაადასტურეს წარმოების სრული შეჩერება დარტყმის შემდეგ. თუმცა მეორე დარტყმამდე წარმოების ნაწილი მაინც აღდგენილი იყო. ანალოგიურად, 26 მარტს კინევზე განხორციელებულმა დარტყმამ გამოიწვია ხანძარი და დააზიანა ორი ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი, ელუ AVT-4 და ელუ AVT-6, რის გამოც კინევმა იძულებული გახდა შეეჩერებინა ყველა ოპერაცია. დაზიანდა ნავთობის ბიტუმენის საწარმოო ობიექტები, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების ყველაზე მძიმე ნარჩენია. ასევე ძირითადი ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარები და გაზის პრაქცირების დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მსუბუქი გაზების გასაყოფად ნავთობის გადამუშავების შემდეგ. ეს იყო მე-6 შემთხვევა, როდესაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, ხოლო წინა დარტყმებიდან ზოგიერთი დადასტურდა. 8 მარტს, 14 სექტემბერს და 4 ოქტომბერს 2025 წელს. 2025 წლის 8 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე ჩამოაგდო. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, დრონის ნამსხვრევებმა ერთ-ერთი საცავის ავზის გარე კონსტრუქცია დააზიანა. მან ანალოგიური შემთხვევა აღწერა 14 სექტემბრის დარტყმის შემდეგაც. განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ კურიშის რაიონში 3 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია. მისი თქმით, ხანძარი უკვე ჩამქრალია და მსხვერპლი არ არის. თუმცა როითერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი მთავარი გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა შეაჩერა, რომელიც ქარხნის წარმოების თითქმის 40%-ზეა პასუხისგებელი. როითერსის წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა დანადგარის ღუმელი და სხვა აღჭურვილობაც, რის გამოც წარმოება შეჩერდა.
სარემონტო სამუშაოებს დაახლოებით 1 თვე დასჭირდებოდა, მაგრამ უკრაინა ამით არ დაკმაყოფილდა და უიღბლო ქარხანას ისევ დაუბრუნდა. სულ 3 კვირის შემდეგ 4 ოქტომბერს ისინი კვლავ შეუძგნენ საქმეს. ამჯერად დროზდენკომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურიშის თავზე 7 დრონი ჩამოაგდეს. მათმა ნამსხევებმა კი ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გამოიწვია, რომელიც შემდეგ უკვე ჩააქრეს. დრონების სამიზნე თითქმის უეჯველად კინევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, ხოლო მასიური ხანძრის კადრები მიუთითებს, რომ ქარხანა ნამდვილად დაზიანდა. იქნება ეს პირდაპირი დარტყმით თუ ნამსხვრევებით. ეხლა 2026 წლის მარტის იერიშებმა, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ამ ობიექტს და არ ჩანს, რომ უკრაინას შეჩერების რაიმე განზრახვა ჰქონდეს. რატო უნდა შეჩერდეს? ეს ორი ობიექტი, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რუსული სამხედრო მანქანა კარგად იყოს უზრუნველყოფილი საწვავით და შეუფერხებლად იმუშაოს. ამ ობიექტებზე რეგულარული იერიშები ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს სპეციალიზებული და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რაც სრულიად აუცილებელია ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, უკრაინის იერიშები მხოლოდ ამ ობიექტებით არ შემოიფარგლება. მხოლოდ ბალტიის რეგიონში უკრაინამ კიდევ არაერთ ობიექტს მიახენა დარტყმა, რამაც რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციები დაარღვია იმავე კვირაში, როცა განხორციელდა ბოლო იერიშები კინევზე და იანოსზე. ფულკოვოს აეროპორტი, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორეა და სანქტ-პეტერბურგის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია, იძულებული გახდა მორიგი თავდასხმის დროს 26 მარტს კვლავ შეეჩერებინა ფრენები. წინაღამეს 24-25 მარტი უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ნოვოტეკის გაზის გადადამამუშავებელ კომპლექსს უსტლუვის პორტში, რაზეც პასუხისგებლობა აირეს როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებმა. ეს ოპერაცია მოჰყვა დრონების თავდასხმას პრიმორსკის ნავთობის ტერმინალზე 22-დან 23 მარტს, სადაც საწვავის საცავი დაიწვა. უკრაინის ოფიციალური პირები ამ კოორდინირებულ თავდასხმებს აღწერენ, როგორც რუსეთის ომის ძალისხმევისთვის შემოსავლის მომტანი საექსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაზიანების გრძელვადიანი მცდელობის ნაწილს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის პროდუქტების გლობალურ მიწოდებას. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შესაფერისად უწოდეს კინეტიკური სანქციები და ისინი მტკივნეულია. რუსეთის ექსპორტის შეფერხება და საზოგადოებაში მოგზაურობის შეზღუდვებით გამოწვეული ქაოსი უდავოდ ზემოქმედებს რუსეთის ომის წარმოების უნარზე და ასევე მოსახლეობის ომში მხარდაჭერის შენარჩუნებაზე. მაგრამ სამი მთავარი ობიექტის დაბომბვა, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალას საფოხი მასალებით ამარაგებს, კიდევ უფრო მტკივნეულია. დაზიანებულმა გადამამუშავებელმა დანადგარებმა, როგორიცაა პირველადი დისტილაცია და კატალიზური კრეკერები, შეამცირა სამხედრო დანიშნულების საწვავის წარმოება. მხოლოდ 2026 წლის მარტში კინევზე განხორციელებულმა დარტყმამ რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 6%-ზე მეტი შეამცირა და ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის მომარაგება განუსაზღვრელი ვადით დაარღვია. ნიშნულოვანია, რომ ამ დარტყმებმა ასევე დაარღვია მომარაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის შიგნით, რაც ანელებ და ზოგ შემთხვევაში თითქოს აჩერებდა რუსეთის წარუმატებელ საგაზაფხულო შეტევას. ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა, სხვა მრავალთან ერთად, სხვადასხვა დროს რუსეთის გადამუშავების სიმძლავრის 15-დან 40%-მდე გამორთო. მოსკოვი იძულებული გახდა შეემცირებინა საწვავის ექსპორტი და რეზერვები გამოეყენებინა შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით სამხედრო ძალების საწვავით უზრუნველსაყოფად. შემცირებული ნავთობის შემოსავალი აშკარად ამცირებს პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს ომი, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რაც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას აძლიერებს. და ეს რუსეთს აიძულებს თავდაცვაზე გადავიდეს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთის შიგნით განხორციელებულმა დარტყმებმა პუტინი აიძულა თავისი შედარებით შეზღუდული საჰაერო თავდაცვის რესურსები მათი დასაცავად გადაანაწილოს. რუსეთს კი მოუწია რეზერვისტების გამოძახება ამ სისტემების მოსამსახურებლად. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყნის შიგნით ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ნაკლებია ხელმისაწვდომი, რაც უკრაინისთვის აშკარა უპირატესობაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გათიშული, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა იმ დანადგარების მოქმედ ნაწილებზე, რომლებიც რუსეთის საომარ მანქანას ამუშავებენ. ვლადიმირ პუტინს უბრალოდ არ შეუძლია მუდმივად აგზავნოს ტანკები, ჯავშან ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვით მისი ავიაციაც კი ბრძოლაში, თუ ის ნავთობი, რომელიც მათ მოძრაობასა და ზეთვას უზრუნველყოფს, ხელმისაწვდომი არ იქნება. რაც უფრო მეტად დაარტყამს უკრაინა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მით უფრო საფუძვლიანად ასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას გააგრძელოს ომი მის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უკრაინისთვის სრულიად ლოგიკურია გააგრძელოს ამ ობიექტებზე დარტყმები, თუ მათი მოკავშირეები არ დაარწმუნებენ, რომ თავი შეიკავონ ამისგან. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე მიანიშნა, რომ ზოგიერთმა პარტნიორმა დაიწყო ზეწოლა მასზე, რათა უკრაინამ შეამციროს დარტყმების ინტენსივობა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მიზეზი, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება რუსეთისადმი თანაგრძნობას. ნავთობის მარაგები მთელ მსოფლიოში იწურება ჰორმუზის სრუტის კრიზისის შედეგად. უხალისოდ, დასავლეთის ქვეყნებს იძულებული გახდნენ დროებით დაეშვათ რუსეთის ნავთობის დაბრუნება ბაზარზე, რათა შეენარჩუნებინათ სტაბილურობა გლობალურ ეკონომიკაში და არ დაეშვათ ნავთობის ფასების კიდევ უფრო მკვეთრის ზრდა.
უკრაინა შეიძლება იძულებული გახდეს დროებით შეაჩეროს შემდგომი დარტყმები და ეს მხოლოდ დიპლომატიური მიზეზებით არ იქნება განპირობებული. დროთა განმავლობაში ნავთობის გაზრდილი ფასები უდავოდ უკრაინაშიც და სხვაგანაც თავის შედეგს გამოიღებს. მაგრამ თუ მიწოდების შოკი დიდხანს არ გაგრძელდება, შეგვიძლია სრულად ველოდოთ, რომ რუსულ ცას კიდევ მეტი ნავთობის ცეცხლოვანი ბურთები გაანათებს. განსაკუთრებით ამ სამ რეფინერიაზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ანუ თუ ზელენსკი პირველ რიგში მოусმეს თავისი მოკავშირეების მოწოდებებს, რომ შეანელოს ეს დარტყმები. თუნდაც ასე იყოს, უკრაინას კიდევ ბევრი სხვა ხრიკი აქვს მარაგში. ნახეთ ეს ვიდეო გენიალურ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ასევე შეიძლება ომის უკრაინის სასარგებლოდ დასრულების მიზეზი გახდეს. მადლობა ყურებისთვის.